გუდიაშვილის ქუჩას სამუზეუმო ქუჩის სტატუსი მიენიჭება. ამ თემასთან დაკავშირებით კავკასიის რეგიონში პირველად ყველაზე მასშტაბური ფორუმი სწორედ თბილისში გაიმართება. 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. დედაქალაქში ჩამოვლენ ევროპის შეერთებული შტატების, აზიის წამყვანი მუზეუმების დელეგაციები და ცნობილი არქიტექტორები. სამუზეუმო ქუჩების კონცეფციის შემუშავებას თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი საქართველოს მოსახლეობასთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად აპირებენ. დეტალები ნახეთ თეიკო ანჯაფარიძის სიუჟეტში. სეზანის ნამუშევარი და გვერდზე ულტრა მინიმალისტური ელსვორ სკეილის ნამუშევარი და ეს იყო ისე ჩასმული, რომ რა შუაში ერთმანეთთან, მაგრამ ზუსტად რომ შუაში იყო რა. კონტრასტებისა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში კონსტანტინე მინდაძეს ყველაზე მეტად ძველისა და ახლის სინთეზი მოსწონს. მისთვის საგამოფენო სივრცე ის ადგილია, სადაც საკუთარი შემოქმედების წარმოჩენა ყველაზე კარგად შეუძლია. თბილისის უძველესი ქუჩა სამუზეუმო ქუჩად გადაქცევის შემთხვევაში შესაძლოა ხელოვანის მომავალი ნაშრომის თემა და ადგილი ერთდროულად გახდეს. არ იყოს სხვადასხვა ადგილზე გაფანტული გალერეები და იყოს რო გეცოდება აი ამ ქუჩაზე იქნება არსებობს თქვათ ერთი 5 გალერეა, სხვადასხვა გალერეა. თბილისში პირველი სამუზეუმო ქუჩა გუდიაშვილის ქუჩაზე 20 სექტემბერს გაიხსნება. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში გამოფენა სახელწოდებით ბერლინის მუზეუმის კუნძული და თბილისის სამუზეუმო ქუჩა ორი თვე გაგრძელდება. ბერლინისა და თბილისის პარალელის შემთხვევითი არაა. სამუზეუმო გაერთიანება მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ჩვენებასა და ტურისტებისათვის გაცნობას გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით შეეცდება. ეს აჩვენებს იმას, რომ თბილისი არის დედაქალაქი და არის კულტურული დედაქალაქი. და კულტურული დედაქალაქი ნიშნავს იმას, რომ მას ექნება ძალიან დიდი მიზიდულობა ტურისტებით. მუზეუმების ქუჩაზე გალერეები, კაფეები, მაღაზიები გაიხსნება და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ერთიან კულტურულ სივრცეს შექმნის. სრულყოფილი ტრანსფორმაციის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. მუზეუმების ქუჩის პროექტის განხორციელება 2005 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო. თავისუფალი სივრცეების შევსება ერთიანი კონცეფციის საფუძველზე მოხდება. თუ როგორი უნდა იყოს თბილისის სამუზეუმო ქუჩა, პროექტის ავტორები ახალ იდეებსა და ინიციატივებს საზოგადოების ყველა წევრისგან ელოდებიან. სამუზეუმო ქუჩა არ მოიცავს თავის თავში მექანიკურად მხოლოდ მუზეუმების გაერთიანებას, ის უნდა ერთგვარი მაგნიტი გახდეს საზოგადოებისთვის. მე მივესალმები მუზეუმის ინიციატივას, რომ მაქსიმალურად ფართოდ იყოს გახსნილი ყველა დაინტერესებული პირისთვის ეს პროცესი. პირველი სამუზეუმო ქუჩის ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებლები სავარაუდოდ წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები, მეცნიერები და ცნობილი არქიტექტორები იქნებიან. ამ პროექტის განსახორციელებლად 180,000 евро გამოვყავით. ფიქრობ თბილისში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში ეს ექსპერიმენტი გაამართლებს. სამუზეუმო ქუჩა წამყვან როლს ითამაშებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ორგანიზატორების თქმით, მუზეუმის წარსულის შენარჩუნება და შეხვედრა მომავალთან იმის დასტური გახდება, რომ ეროვნული საგანძურის დაცვა და გაფრთხილება მის პოპულარიზაციასა და განვითარებასთან ერთად მუდმივად უნდა ხდებოდეს. თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სიმს დუეტი ჯორჯია